ამ ვიდეოთი პასუხს გავცემ ისეთ შეკითხვას, რომელიც რამდენჯერმე გამეორდა ჩემთან პირად სასაუბროში პერსონალურ გვირინესთან დაკავშირებით. რამდენჯერმე მკითხეთ, რომ შეგიკვეთოთო პერსონალური სამეჯურიო, წინასწარ შეგიძლიათ გვაჩვენოთო როგორი იქნება დაახლოებითო? არა, არ შემიძლია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, პერსონალური გვირინეს არსი ბოლომდე კარგად ვერ ავხსენი. არ შემიძლია იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ გაჩვენოთ დაახლოებით როგორი იქნება და რა ქვებს შეიცავს, მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ თქვენთვის მზადდება და მხოლოდ მას შემდეგ ვარჩევ ხოლმე ქვებს, როდესაც უკვე განვიხილავ თქვენს პირად რუკას. უკვე მაქვს მიღებული თქვენგან შეკვეთა, მაქვს თქვენი მონაცემები, ვაკეთებ პირად რუკას, მე ვაჯამებ ამ მონაცემებს და მაგის მიხედვით ვარჩევ ხოლმე ქვებს და ვაკეთებ მიქს სამეჯურს. შესაბამისად, წინასწარ ვერაფრით პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ გაჩვენოთ როგორი გამოვა თქვენი სამეჯური და მერე გადაწყვიტოთ გინდათ თუ არა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია თუ შეიძლება კარგად გაიაზროთ და დაფიქრდეთ, რამდენად გსურთ საერთოდ. ყველასთვის არ არის ხო აუცილებელი, რომ მაინც და მაინც პირადი სამეჯური ატაროს. თუ იცით წინასწარ, რომ მაგალითად მინდა ამეთვისტო ძალიან მომწონს, ან აკატი მინდა ხავსიანი უშუალოდ, დევს ჩემს გვერდზე სამეჯურები. ისედაც შეგვიძლია, რომ რაღაც კონკრეტული თქვენ რაც მოგწონთ ინფოებისგან გავაკეთოთ მიქს სამეჯური და იქნება პირადი და პერსონალური. ანუ თვისებები ხო იცით, ძირითადად ვლაპარაკობ ხოლმე ქვების თვისებებზე და მაგის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ და ატაროთ. ესეც სავსებით მისაღები და შესაძლებელია, მეგობრებო, უბრალოდ პერსონალური სამეჯურის შემთხვევაში და ახლანდელი როგორც გაუწყეთ ამ ახლებური ესე ვთქვათ სერვისის შესაბამისად თქვენ უკვე გადმოგეცემათ პირად მფლობელობაში, ანუ ჩემი ვიდეო მიმართვა, სადაც ჩაწერილი იქნება თქვენი იუპიტერის მდებარეობის მიხედვით თუ რა თვისებები უნდა გაითვალისწინოთ, რომ უფრო მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს თქვენი კარიერა. რა მისიით მოგბრძანეთ და დაიბადეთ ამ ქვეყნად, ამასაც ჩაგიწერთ ვიდეოში. ასევე ზოგადად როგორი რამდენი ბალით არის წარმოდგენილი თქვენს პირად რუკაში სხვადასხვა სტიქია და საიდან უნდა მიიღოთ უფრო მეტი ენერგია. პრაქტიკული რჩევები იქნება ამასთან დაკავშირებით და მეოთხე პუნქტი იქნება თუ როგორ უნდა გააქტიუროთ და დამუხტოთ სამეჯური თქვენს კონკრეტულ სურვილზე და თქვენი ენერგიებით. აი ეს პატარა ინფორმაცია, თუმცა ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინფორმაცია იქნება მოცემული და სამეჯურთან ერთად გადმოგეცემათ ეს ვიდეოც, მასალაც, რომელიც სულ შეგიძლიათ გქონდეთ და მოისმინოთ ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ ახალ მოსმენაზე რაღაც ახალი ინფორმაცია ამოდის ხოლმე. აი ეს ამას გულისხმობს პირადი სამეჯური გვირინე, ხო? პერსონალური სამეჯური გვირინე. ფასსაც შეგახსენებთ, აი ესეთი ფორმატით სერვისი ღირს 100 ლარი. სხვა შემთხვევაში თუ მისაღები არ არის და მაინც და მაინც ასე დეტალურად არ გაინტერესებთ და ისიც მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ ზუსტად დაზუსტებით თუ როგორი იქნება თქვენი სამეჯური, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს სერვისი თქვენთვის არ არის და ამიტომ პირდაპირ შევუკვეთეთ ის ქვა, რომელიც უშუალოდ იცით და უკვე თქვენ გიზიდავთ და გინდათ რომ გქონდეთ ჩემეული ვერსია. ესეც სავსებით მისაღებია, ჩემო კარგებო. მე მგონი რომ ამ უმწურავი პასუხი გავეცი ამ შეკითხვას. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, ისევ დააკომენტარეთ ან მომწერეთ პირად სასაუბროში და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. დიდი მადლობა ყოველთვის თქვენი ყურადღებისთვის და ინტერესებისთვის. სიყვარულით, გვირინე.